საქართველოში მეცხოველეობის სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა ბოლო 10 წლის მინიმუმამდე შემცირდა. 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ქვეყანაში 801.000 სული მსხვილფეხა პირუტყვი აღირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. ასევე 5.1%-ით შემცირდა ფურისა და ფურკამეჩის რაოდენობაც. კლების მიზეზებზე საუბრისას სექტორის წარმომადგენლები ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს ასახელებენ. კომპანია აგროქიზიყის დამფუძნებელი ამბობს, რომ შესაბამისი პროგრამების არარსებობის გამო გასულ წლებში შემცირდა ფერმერული მეურნეობების რაოდენობაც. ჯამურად კი ორივე ფაქტი ხორცე ფასების ზრდის წინაპირობა ხდება. აზერბაიჯანში გადის ძალიან დიდი რაოდენობით პატარა თვე-თვენახევრი საქონელი, რომელიც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ჩვენზე აისახება. აღარ არის მერე გასასუქებელი საქონელი, ანუ ის რომელიც მე უნდა ტახტზე განთავსდეს და ასევე ის ხმოს მოხმარება, ესე ვთქვათ, რომელიც ქვეყანაში გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობით. და მესამე მიზეზი რა თქმა უნდა შემცირებულია კვლავ წარმოება, იმიტომ რომ ბევრმა თავი დაანება ამ საქმიანობას წინა წლებში. თუმცა ეხლა საკმაოდ მომატებული არის ფასები, ასევე მოთხოვნაც და ვფიქრობ, რომ ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ დარგი უფრო მეტად, ასე ვთქვათ, შეიცვალოს და გაჯანსაღდეს და უფრო მეტი წარმოება გაიზარდოს. თუმცა რა თქმა უნდა ამას სჭირდება თავისი ხელშეწყობა. Საქსტატის ინფორმაციით მცირედით გაიზარდა ღორის სულადობა ქვეყანაში ამ დროისთვის 152.000-ზე მეტი ღორია აღრიცხული, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-იან ზრდას ნიშნავს. 0.5%-ით 8.5 მილიონ ფრთამდე შემცირდა ფრინველის რაოდენობაც. პარალელურად შეიცვალა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტატისტიკაც. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რძის წარმოება კიდევ 1.2%-ით შემცირდა და 7 მილიონი ლიტრი შეადგინა. საქართველოს მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში რძის პროდუქტების მწვავე დეფიციტია. მის აღმოფხვრას კი მაღალპროდუქტიანი პირუტყვის შემოყვანა. ამ პროცესში კი ფერმერებს ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა რჩება როგორც განათლება, ასევე ის ფინანსური შესაძლებლობები, რომლებიც თითქმის 100%-ით გაიზარდა ბოლო წელიწადზე, აი ბოლო 1 წლის განმავლობაში და ქვეყანაში ვერ შემოდის პირუტყვი. ამიტომ აუცილებელია ჩართულობა, რომ ეს გამოსწორდეს, რადგან თუ მაღალპროდუქტიული პირუტყვი ვერ შემოვა ქვეყანაში, ამ დეფიციტს ვერ აღვნიშნოთ ვერანაირად. რაც შეეხება კვერცხის ბაზარს, ქვეყანაში 179 მილიონზე მეტი კვერცხი იწარმოა, რაც ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით 4.1%-ით გაზრდილ მოცულობას წარმოადგენს. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივ ბაზარზე სამართლიანი ფასი იქნება, ინდუსტრიას ზრდის შესაძლებლობა კიდევ აქვს. გადიდებულია როგორც მცირე წარმოება, საშუალო, ასევე დიდი, ანუ რეალურად როდესაც იყო მოთხოვნა კვერცხზე ადგილობრივი წარმოებისთვის, მეფრინველეობისთვის არ არის პრობლემა წარმოების გაზრდისა. ჩვენ უბრალოდ გვეშინია გაზრდის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არასამართლიანი ფასით შემოსული იმპორტირებული პროდუქცია ხანდახან ისეთ მასშტაბებს და რაოდენობას აღწევს, რომ გვიჭირს რეალიზაცია. შესაბამისად, თუ სტაბილურად დაცული იქნება საზღვარი და შესაბამისად იქნება სამართლიანი ფასით თუნდაც იმპორტი შემოდინებული, არანაირი არათუ პრობლემა არ გვექნება პირიქით კიდევ უფრო გავზით წარმოებას. მიუხედავად გაზრდილი თვითღირებულებისა, რომელიც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ განაპირობა, სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლები დაბალი სეზონურობიდან გამომდინარე, უახლოეს თვეებში ფასების ზრდას არ პროგნოზირებენ.